საღამომშვიდობის. Თქვენ წინაშეა სპეციალური გამოშვება. დღევანდელ გადაცემას ასე დავარქვი. კარგი, ცუდი, ბოროტი. ალბათ სერჯიო ლეონეს ცნობილი კინო შედევრი გაგახსენდათ და სწორადაც გაგახსენდათ. ეს მქონდა მხედველობაში. თუ რატომ დავარქვი ასე, ამას რა თქმა უნდა გადაცემის მსვლელობისას შეიტყობთ. მანამდე კი გადაცემის ეპიგრაფი. Come on, darling. The mother's screaming like crazy. Darling, I love you, darling. Mom, I can't do that. ასეთი გახლავთ ეს სურათი, არ ვიცი რა საკეთებს ბატონი ტრამპი ამ დროს, გეგონება სიმძიმეების აწევაში ვარჯიშობსო, არ ვიცი გამოვა თუ არა ამ სიბერეში მისგან ძალოსანი სპორტსმენი. ნახოთ, ყველაფერი წინ არის. ახლა კი საქართველო. ერთი უაღრესად საინტერესო განცხადება. ჩვენ რას ხედავთ, რომ დასავლეთს არ აყავს არმია. ანუ რეალურად არმია, რასაც ქვია, ნატო აღმოჩნდა, ქაღალდის ვეფხვია რა, რაც როგორც თქვა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა და ქაღალდის ვეფხვი არ არის ნატო მის ქვეყანასთან ერთად, თორე თავისთავად აღებული, თუ გამოვაკლებთ ამერიკის შეერთებულ შტატებს და თურქეთს, რა თქმა უნდა, და თურქეთს რაღაცა თავისი განსხვავებული პოლიტიკა აქვს. მათ თავისი აჯენდა აქვს რა, როგორც ვთქვი, არის ნატოს, ასე თქვა, წევრია, მაგრამ თავისი აჯენდა აქვს. თუ გამოვაკლებთ, ხელში შეგვშება ქაღალდის ვეფხვი და ეს არ არის კარგი, ჩვენ ნამდვილად არ უნდა გვიხაროდეს ეს სამწუხაროა ძალიან. ეს კაცი იცანით რა თქმა უნდა. ბატონი კონსტანტინე კოკო გამსახურდია გახლავთ. რაღაცას სანამ ვიტყოდე, მანამდე მინდა კიდევ ერთი ფრაგმენტი მოგასმენინოთ ამავე გადაცემიდან. ამის ფონზე ნატოსთან ჩვენი ინტეგრაცია რამდენად რენტაბელურად მიგაჩნიათ ისევ ჩრდილო ატლანტიკურ სივრცეში ჩვენთან? ვიღებენ ისინი ფაქტიურად ისინი არც ფიქრობენ ამ ინტეგრაციაზე. მე ვფიქრობ, რომ ეს დღეს წმინდა ფორმალობაა, ჩვენც ვამბობთ, რომ ჩვენ მივისწრაფით ნატოსკენ, ისინიც ამბობენ, რომ საქართველო მოისწრაფის ჩვენკენ, მაგრამ ამის იქით არ მიდის საქმე. აი ასეთი რეალობა დახატა ბატონმა კოკო გამსახურდია. მისგან არის საინტერესო ეს, რომ ახლა ასე ძალიან ბევრი ლაპარაკობს. თუმცა ჩვენ რომ ლაპარაკობდით ასე, მაშინ რა თქმა უნდა ბატონი კოკო გამსახურდია ჩვენს გვერდით არ დამდგარა. პირიქით იმას ამბობდა, რომ ნატო არის ჩვენი მომავალი და ნატო არის ჩვენი პერსპექტივა. საერთოდ ამ ოჯახისთვის იყო დამახასიათებელი წრეს გადასული დასავლურობა, პროდასავლურობა. ჯერ კიდევ დიდი კონსტანტინე გამსახურდია, უდიდესი და კლასიკოსი მწერალი ჩვენი, აი თავისი ევროპიელი და ევროპიელით ცოტა შეაწუხა ქართველიერი. მერე შვილმა ზვიად გამსახურდია დასავლეთი და ბრძოლა საბჭოთა კავშირთან, ბრძოლა სოციალისტურ სისტემასთან დაისახა თავის ცხოვრების მიზნად და ბოლოს იმ დასავლეთმა სიცოცხლე მოუსწრაფა. და ყველაფერი ის, რაც თითქოს ჩვენი მომავალი ბედნიერებისთვის კეთდებოდა და შენდებოდა, დასავლეთის დახმარებით აღმოჩნდა ფუჭი და აღმოჩნდა თავიდან ბოლომდე სიცრუე. აი ასეთი ვითარება გვაქვს. ახლა იქამდე მივიდა საქმე, რომ თითქმის ყველა ძაფი, ყველა ნერვი, რაც გვაკავშირებდა დასავლეთთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ევროპასთან, ყველაფერი წყდება და ინგრევა. გერმანიის ქალაქი ზაარბრიუკენი 50-ზე მეტი წლის წინ დაძმობილებულ თბილისთან ყველანაირ ურთიერთობას წყვეტ. რას გვერდჩის ქალაქი ზაარბრიუკენი, რომელსაც თავის დროზე ჩვენ საარბრიუკენით ვიცნობდით, მაგრამ ამას არ აქვს მნიშვნელობა. ეს ერთი გერმანული პატარა ქალაქია და ახლობებით მგონი იმ მასშტაბისაა ჩვენი გლდანი რომ არის, მაგრამ არც ამას აქვს მნიშვნელობა. ვიყავით დაძმობილებულები, ჯერ კიდევ კომუნისტების პერიოდიდან და ახლა უცებ საარბრიუკენმა თუ ზაარბრიუკენმა მტკიცე უარი გვითხრა მეგობრობასა და ძმობაზე. რატომ? რა დაუშავეთ და რაშია საქმე? იქნებ გერმანიის ელჩმა ბატონმა ფიშერმა აგვიხსნას.
I think this decision has not yet been ეს გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის, ჯერ გამოცხადდა. ეს ქალაქ ზაარბრიუკენის გადაწყვეტილება. ამ ქალაქს თავისი მერი ახავს, რომელიც დემოკრატიული არჩევნების გზით არის არჩეული. მესმის, რომ ქალაქ ზაარბრიუკენის მერიას ჰყავს გერმანიის მთავრობა, რომელიც შეშფოთებულია დემოკრატიული უკუსვლით. იმ ფაქტით, რომ საქართველოს მთავრობა ქვეყანას ევროკავშირისგან აშორებს. ეს სამძიმრის წერილი, რომელიც ამბობს, რამდენად ცუდად არის საქმე გერმანიაში, რომელიც იმართება Deep State-ის მიერ, არაფორმალური ოლიგარქების მიერ. ის ფაქტი, რომ მსგავსი ნარატივები საქართველოში არსებული ამგვარი წრეებიდან მოდის, კიდევ ერთი ნიშანია იმისა, რომ მთავრობას საქართველოს ევროკავშირიდან შორს მიღწავს. დღეს ასევე პრემიერ-მინისტრმა გამოაქვეყნა ღია წერილი ევროკავშირის ლიდერებისადმი, რომელიც ზუსტად იმავე შინაარსისაა. ჩვენ ქართველები ვართ ნამდვილი ევროპელები, ხოლო თქვენ ყველანი ცუდები ხართ და უკან მიდიხართ. ასე ევროკავშირში ვერ შეხვალთ, ნამდვილად ვერა. ეს რჩევა შეგიძლიათ მიიღოთ ჩემგან, როგორც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ელჩისგან. მოკლედ ცეცხლზე ნავთი დაასხა ამ კაცმა და ისე გუწრფელად თუ ვიტყვით ამ პატარა ქალაქთან ძმობა თუ მეგობრობა მაინც და მაინც დიდი მნიშვნელობის მქონე არ არის. არ უნდა თბილისთან მეგობრობა და ჯანდაბას იქით გზაქონია, სადაც უნდა იქ წავიდეს, მაგრამ ეს ყველაფერი თავისთავად ხომ მეტყველებს იმასთან დაკავშირებით, თუ რა ვითარებაა დღეს შექმნილი დასავლეთთან ურთიერთობაში. აი კოკო გამსახურდიას ნათქვამიდან დაწყებული და იმითი დამთავრებული, რაც ახლა ბატონ ფიშერისგან მოისმინეთ. უკიდურესად გამწვავებული და გართულებულია ეს მდგომარეობა და ამაში არავით არის დანაშაული საქართველოს არ მეუძღვის. არც საქართველოს ხელისუფლებას, მით უმეტეს არც ქართველ ხალხს და არც არავის. ეს ყველაფერი არის ოინები, ხრიკები, დასავლური. დასავლეთს ქონდა თავისი მეტისმეტად არასახარბიელო ჩვენთვის დამოკიდებულება, რომელიც იმაში გამოიხატებოდა, რომ ჩვენ უნდა ყოფილიყავით მიბმული ამ დასავლურ იმედზე, ნატოს და ევროკავშირის წევრობის პერსპექტივაზე, მაგრამ სინამდვილეში არც ერთი და არც მეორე ჩვენ არ უნდა მიგვეღო. უბრალოდ ეს იმიტომ იყო საჭირო, რომ სხვა მხარეს არ გაგვეხედა, სხვა ვინმე სტრატეგიული პარტნიორი არ გვეძებნა და მუდმივად ყოფილიყავით დასავლეთის მოიმედე. სინამდვილეში მათ ჩვენთვის არაფერი არ უნდა გაეკეთებინათ, არაფერი არ უნდა მოეცათ და არაფერში არ უნდა დავხმარებოდნენ. ასეთი იყო ჩანაფიქრი და ასეთია შედეგი, რომელიც გვაქვს. ამიტომ გამომდინარე აქედან, რა თქმა უნდა, ქართული პასუხებიც შესაბამისია და ადეკვატურია. სხვანაირი არ შეიძლება რომ იყოს. აი, მაგალითად დაუჯერებელია, რომ დღეს, როდესაც ევროპის კონტინენტზე სრულმასშტაბიანი სამხედრო კონფლიქტი მიმდინარეობს, არაფორმალური ოლიგარქიული გავლენებით მოქმედი ხელმძღვანელი პირებისა და პოლიტიკოსების გამო კი გერმანია პრაქტიკულად ჭაობშია ჩაფლული და უდიდესი გამოწვევების წინაშე დგას, გერმანელი ბიუროკრატები საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარების შესაფასებლად იცლიან და გადამჭრელ ზომებს იღებენ, რაც იმაში გამოიხატება, რომ გერმანული ქალაქი ზაარბრიუკენი 50-ზე მეტი წლის წინ დაძმობილებულ თბილისთან ყველანაირ ურთიერთობას წყვეტს. თუკი მათ ევროპულ სახელმწიფოებში არსებული პოლიტიკური ვითარება რეალურად აწუხებთ, ამ აბსურდული გადაწყვეტილებების მიღების ნაცვლად ჯობს დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების კუთხით მომხდარი უმძიმეს მოვლენაზე გაამახვილონ ყურადღება, რაც დანიის დედაქალაქში კოპენჰაგენში ვიხილეთ. ყოველივე ზემოთქმული ალბათ ყველაზე უკეთ ასახავს იმ აბსურდულ, ამავდროულად კი ტრაგიკულ მდგომარეობას, რაშიც გერმანიის მოსახლეობა არსებული ბიუროკრატიის პირობებში აღმოჩნდა. ბიუროკრატიისა, რომელიც არა გერმანელების, არამედ Deep State-ის ინტერესს ემსახურება. ჩვენ გვჯერა, რომ გერმანულ საზოგადოებას აქვს საკმარისი სიბრძნე და შესწევს ძალა, რათა შეინარჩუნოს დამოუკიდებელი აზროვნება. ეს ბატონი კახა კალაძე გახლავთ, ქალაქ თბილისის მერი, ამიტომ სწორედ რომ ბატონ კახას პასუხი იყო საინტერესო ჩვენთვის, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ბატონი კახა ამავე დროს მმართველი პარტიის ერთ-ერთი ლიდერია ქართული ოცნების. ანუ ეს ყველაფერი, რაც ახლა თქვენ მოისმინეთ და რაც აბსოლუტურად სწორია. ვერსად ხინჯს ვერ უპოვით აი ამ ნათქვამს და ამ განცხადებას. აი ეს ყველაფერი მარტო დედაქალაქის მერის პოზიცია კი არ არის, არამედ მმართველი პარტიის და აქედან გამომდინარე საქართველოს მთავრობის პოზიციაც არის. ანუ შესაძლებელია ითქვას, რომ ქართველი ხალხის პოზიციაა, იმიტომ რომ ჩვენ გვყავს არჩეული მთავრობა, არჩეული ხელისუფლება და მათი პოზიცია, რა თქმა უნდა, ძალიან დიდ ნაწილში გამოხატავს ქართველი ხალხის პოზიციას. სწორი პოზიცია, სამართლიანი პოზიცია და
ვერაფერს ვერ დაუწუნებ, იმიტომ რომ აქამდე თვითონ დასავლეთი, კონკრეტულ შემთხვევაში ევროპა მივიდა. მათ ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ქართველთა მიერ ასე აღიარებული ევროპა, ქართველთა ერთგვარი აღთქმული მიწა თავის დროზე ქართველებისთვის, სანუკვარი ცივილიზაცია და კულტურა თითქმის ბოლომდე შეგვაძურეს. არა, მართლმარქნას ასე იყოს, ჩვენ კულტურა და ცივილიზაცია კი არ შევიძულეთ, მაგრამ ევროპული პოლიტიკა, დასავლური პოლიტიკა მართლაც შევიძულეთ, იმიტომ რომ ეს არის უგვანი პოლიტიკა, ეს არის თავხედური პოლიტიკა, ეს არის უსამართლო პოლიტიკა და ეს არის არასწორი პოლიტიკა. თავიდან ბოლომდე სიმახინჯეზე დაფუძნებული და აღმოცენებული. ამიტომ, რა თქმა უნდა, ჩვენ სხვა გზა არ აგვაქვს. ყველაფერს თავისი სახელი უნდა დავარქვათ და მართალია დაგვიანებით, მაგრამ ეს პროცესი დაიწყო, ეს პროცესი მიმდინარეობს. აი, მაგალითად, როგორია პოზიცია საქართველოს მთავრობის მეთაურის ბატონ ირაკლი კობახიძის. ევროკავშირი თუ ასეთი უნდა იყოს, როგორც ჩვენ დანიის მაგალითს ვიხილეთ, მაშინ რა გვესაქმება ჩვენ ასეთ ევროკავშირს საერთოდ? და როდესაც ამას გამადლის, ასეთ ევროკავშირს როცა გამადლის გერმანიის ელჩი, ეს რა თქმა უნდა ვერავითარ გამართლებას ვერ დაექვემდებარება, ხო? ჩვენ გვინდა სხვანაირი ევროკავშირი. და ვერ დაგვამადლის ვერავინ ასეთ ევროკავშირს, სადაც ძაღლებით უსორდებიან, მშვიდობიან მომიტინგეებს. ასეთ ევროკავშირს გერმანიის ელჩი, ეს კონკრეტული ადამიანი ჩვენ ვერ დაგვამადლის. ჩვენ გვინდა ისეთ ევროკავშირის წევრობა, რომელიც უბრუნდება იმ ღირებულებებს, რომლებსაც თავის დროზე დაეფუძნა. აქაც ბოლო ნაწილამდე ვერაფერში ვერ შეედავები ჩვენს პრემიერ-მინისტრს, მაგრამ აი ბოლო ნაწილში ჩვენ გვინდა ისეთი ევროპა, აი რაღაცა სხვანაირი ევროპა გვინდა და რანაირია ეს სხვანაირი ევროპა? ან არსებობს კი ბუნებაში ეს სხვანაირი ევროპა? ეს ევროპა არის ის, რაც არის. ეს ევროპა არის თავისი წარსულით, თავისი ისტორიით, თავისი ბუნებით, თავისი ბიოგრაფიით და ასე შემდეგ. მაინც და მაინც სახარბიელო ევროპულ პოლიტიკაში არასოდეს არაფერი ყოფილა. რაც შეეხება კულტურას, ცივილიზაციას, მწერლობას, მხატვრობას, მუსიკას, არქიტექტურას და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ფილოსოფიას, ეს გასაგებია, გვიყვარს, ვეთაყვანებით, პატივცემთ, ამაზე გავიზარდეთ, ამაზე აღვიზარდეთ და ეს არის ასე ვთქვათ ჩვენთვის რომ იტყვიან ხელი ხელ საგოგმანებელი რა, მაგრამ ევროპული პოლიტიკა არ გავს ევროპულ ფილოსოფიას, ევროპული პოლიტიკა არ გავს ევროპულ კულტურას, ხელოვნებას და ასე შემდეგ. ევროპული პოლიტიკა ეს არის თვითმყოფადი რეალობა, რომელშიც, როგორც უკვე ვთქვი, სახარბიელოს ვერაფერს იპოვით. თავლითობის გარდა, ძალმომრეობის გარდა, სიცრუის, დეზინფორმაციის, გარყვნილების და ასე შემდეგ და ასე შემდეგ გარდა. ჩვენ და სამწუხაროდ და ევროპელების და სამწუხაროდ. ევროპის დახასიათება უფრო განვრცობილიც შეიძლება, ასევე არასახარბიელო დახასიათება, ევროპული პოლიტიკისა, რა თქმა უნდა, მაგრამ საერთოდ ევროპის დახასიათებაზე, როცა დავიწყებ ფიქრი, ნახე რომ თვითონ ბატონმა კობახიძემ ჩემზე არანაკლებად ილაპარაკა. მე მინდა შეგახსენოთ თან, რომ 40-იან წლებამდე ევროპისთვის უცხო იყო ის ღირებულებები, რომლებმაც ფესვი მოიკიდა ევროპაში სწორედ 40-იანი წლების ბოლოს. ძირითადად 1959 წლიდან, როდესაც დამყარდა ახალი კონსტიტუციური სისტემები სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის გერმანიაში. მანამდე ევროპა იყო გამუდმებული ომების სივრცე, აქ არ იყო დამკვიდრებული ადამიანის უფლებების სისტემური სახით, სერიოზული პრობლემები იყო ადამიანის უფლებების კუთხით ევროპაში ტრადიციულად. მანამდე საერთოდ გახსოვთ ინკვიზიცია, კოცონზე ადამიანების დაწვა, მეცნიერების დაწვა კოცონზე და ამ შემდეგ, 1000 უბედურება, ხო? ამიტომ, როდესაც ჩვენ საუბრობთ ევროპულ ღირებულებებზე, ესეც უნდა გავიხსენოთ,
რომ ის ღირებულებები, რომლებიც დამკვიდრდა ევროპაში, მაინც და მაინც ძველი არ არის. დამკვიდრდა გასული საუკუნის 40-იანი წლების ბოლოს. ამიტომ უნდა შევახსენოთ ჩვენ ევროპულ ბიუროკრატებს, რომ იმის დაკარგვა, რასაც აქვს მხოლოდ რამდენიმე ათწლეულის ისტორია, მარტივად შეიძლება. შესაბამისად ისინი განსაკუთრებულად უნდა გაუფრთხილდნენ ამ ღირებულებებს, რომლებსაც აქვს სულ რაღაც რამდენიმე ათეული წლის ისტორია ევროპაში. ხო და მაინც როდინდელია ეს ისტორია, როდესაც ჩვენ მისაბაძად და სიყვარულის ობიექტად ვაქციეთ ევროპა. როდინდელია თქვენ თვითონ ამბობთ, გასული საუკუნის 40-იანი წლების ბოლოდან, ანუ მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ, ანუ დიდი სამამულო ომის დამთავრების შემდეგ, ანუ მას შემდეგ, რაც რაიხსტაგზე დაარჭვეს საბჭოთა დროშა. აი, მას შემდეგ გახდა ცოტა უკეთესი ევროპული პოლიტიკა. ანუ მას შემდეგ, რაც გარკვეულ ძალას იგრძნობდა, გარკვეულ წნეხში იყო მოქცეული. თორემ როგორც კი თავისუფლება იგრძნეს, როგორც კი ორი გერმანიის, ფედერაციული და დემოკრატიული გაერთიანება დიდმა დემოკრატებმა, გორბაჩოვმა, შევარდნაძემ, იაკოვლევმა და მათმა ძმებმა, ასე ვთქვათ, კრემლიდან განახორციელეს, აი მას შემდეგ ევროპა იქცა იმად, რაც საერთოდ იყო ევროპული პოლიტიკა. იქცა ფაშისტურ პოლიტიკად, იქცა ძალმომრეობის პოლიტიკად, იქცა უსინდისობისა და უნამუსობის პოლიტიკად. ამიტომ კარგია, როდესაც თქვენ ყველაფერ ამას აღიარებთ. და კარგია ისიც, როდესაც თავის სახელს არქმევთ მათ წარმომადგენლებს საქართველოში. ჩვენთვის შესაბამისად, კონკრეტულად ბატონი ფიშერი საერთოდ არ არის ევროპელი. ევროპელობა არ ნიშნავს რაღაც გეოგრაფიულ კუთვნილებას. ჩვენთვის ბატონი ფიშერი არ არის ევროპელი ღირებულებითი თვალსაზრისით. არც ბატონი ჰერჩინსკი არ არის ჩვენთვის ევროპელი ღირებულებითი თვალსაზრისით. გეოგრაფიულად ისინი მიეკუთვნებიან ევროპას, მაგრამ ღირებულებითი თვალსაზრისით ისინი არ არიან თავსებადი იმ ყველაფერთან, რასაც ჩვენთვის მოიაზრებს ევროპა, ხო? შეიძლება ისინი თავსებადი იყვნენ შედარებით გვიანდელი პერიოდის ევროპასთან, გულისხმობ 40-იანი წლების ბოლოდან ქვემოთ რომ გავყვეთ ისტორიას, მაგრამ მათი განცხადებები და მათი დამოკიდებულება, მათ შორის ქართული ხალხის მიმართ, თავსებადი არ არის არანაირად ევროპულ ღირებულებებთან. ფიშერი და ჰერჩინსკიო ევროპელები არ არიანო. არა, იმ ნაწილში რომ ადამიანები არ არიან, გეთანხმებით, მაგრამ ევროპელები არ არიანო, აქ გამიჭირდება დათანხმება. სწორედ რომ ესენი არიან ევროპელები. ესენი წარმოადგენენ ევროპულ პოლიტიკას, ევროპულ ხასიათს, ევროპულ ბუნებას და ევროპულ დამოკიდებულებას სხვა სახელმწიფოებისადმი. ხომ გახსოვთ, ევროპის ერთ-ერთმა ლიდერმა რომ თქვა, ჩვენ რო შევქმნითო ედემის ბაღიო და ჩვენს ირგვლივ ყველაფერი ჯუნგლებია. ასეთი დამოკიდებულება აქვთ მათ. ისინი ზემოდან უყურებენ ყველას და ყველაფერს, დამცინავად, ექიდნურად და მათი იარაღი არის ფაშიზმი. მათი იარაღი არის საკონცენტრაციო ბანაკები. მათი იარაღი არის დაყოფა და დახარისხება ადამიანებისა რასის მიხედვით, კანისფერის მიხედვით, ეროვნების მიხედვით, რელიგიის მიხედვით და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს ხომ ისტორიაა, რომელიც ყველა მიცის. თანაც არც თუ ისე შორეული ისტორიაა, როგორც თქვენ ამბობთ, გასული საუკუნის 40-იანი წლების მთელი უბედურება, რაც დაატყდა თავს კაცობრიობას, აი ეს არის ევროპა და რას ერჩით ამ ფიშერს და ჰერჩინსკის. ნამდვილი ევროპელები არიან, ნამდვილი ფაშისტები, ნამდვილი ძალმომრეობის ქურუმები, ნამდვილი გარყვნილები და ნამდვილი მტრები ყველასი და ყველაფრის, ამ კონკრეტულ შემთხვევაში საქართველოსი და ქართველების. თუ მართალი გნებავთ და ბოლომდე უნდა თქვათ სიმართლე, აი ეს უნდა თქვათ, ბატონო ირაკლი, ისე პათოში სრულიად გეთანხმებით. ჩვენნაირ პატარა ქვეყანას კი არა, რუსეთსაც კი გაუჭირდა ევროპასთან ურთიერთობა და როგორ გაუჭირდა? ძალიან გაუჭირდა. ბატონმა ლავროვმა ბრძანა, მართალია ერთ კონკრეტულ მიმართულებასთან დაკავშირებით, ევროვიზია ქონდა მხედველობაში, მაგრამ ჩვენო მათთან ურთიერთობას ვერ გავკაჩავთო. ეს სიტყვა თქვა სწორედ. ვერ გავკაჩავთო, იმიტომ რომ
შეუძლებელია. Я хочу сразу сказать, мы не потянем критерии, которые сейчас определяют участников Евровидения и которые по-настоящему являются критериями откровенного сатанизма. Не потянем мы, честное слово. სატანიზმი ზუსტი სახელი დაარქვა. ევროპა მოდის არა მარტო გარყვნილებით, არა მარტო ძალმომრეობით, არა მარტო ფაშიზმით, არა მარტო დეზინფორმაციით და სიცრუით, არამედ აი ამითი, სატანიზმით. სატანა არის მათი მოძღვარი, მათი უფალი. ევროპული პოლიტიკა სატანურ პოლიტიკაზეა აგებული. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თუ გვინდა ვთქვათ სიმართლე, ეს არის მათი უბედურება და ეს არის სიმართლე, რომელიც უნდა ითქვას. თუ ნახევარ სიმართლეს უნდა დავჯერდეთ, რაც თქვა ბატონმა ახაკალაძემ, სწორია, ნახევრად, რაც თქვა ბატონმა კობახიძემ, სწორია, ნახევრად. აი რასაც მე ვამბობ, ალბათ მთლიანად არის ნათქვამი, თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ ვიღაცას შეუძლია კიდევ უფრო შეავსოს და დაამატოს იმას, მე რასაც ვლაპარაკობ, მაგრამ როგორც ბატონი ლავროვი ბრძანებს, სატანიზმი არის მათი უმთავრესი იდეოლოგია. ამის იქით რა უნდა ითქვას, ან რატომ უნდა ითქვას. სატანა და სატანიზმი ეს არის ღმერთის წინააღმდეგ ბრძოლა, ეს არის ადამიანის წინააღმდეგ ბრძოლა, ეს არის სიყვარულის წინააღმდეგ ბრძოლა, ეს არის სიკეთის წინააღმდეგ ბრძოლა, ეს არის ჭეშმარიტების წინააღმდეგ ბრძოლა. აი ეს არის დღევანდელი ევროპული პოლიტიკა მათ და სამწუხაროდ. ახლა რა კი ბატონი ლავროვის ნათქვამი გავიხსენეთ, რა კი რუსეთის თემას შევეხეთ ასე თუ ისე. მოდი რუსეთშიც ვთქვათ რა ხდება და რა ამბავია. ერთი სიტყვით ისე შეუტიეს ამ დრონებით რუსეთს, რომ სულ თავბედი აწევლინეს და ძალიან დიდი განგაში და შფოთვა ისმის უკვე დიდი ხანია. რაზე მეტყველებს ეს ყველაფერი, რისი ბრალია ეს ყველაფერი, ამას რა თქმა უნდა ვრცელი ანალიზი ჭირდება, მაგრამ ჯერ ფაქტია სანახავი რა ვითარება გვაქვს და რა ვითარება გვქონდა. გასაგებია რომ ეს უკრაინის ნამოქმედარი არ არის. ეს არის უკრაინის ტერიტორიიდან და უკრაინის ხელით გაკეთებული. უკრაინელი ბოევიკების თუ ჯარისკაცების თუ რაზმებავთ ის დაარქვით, იმათი ხელით გაკეთებული, მაგრამ ეს არის დაგეგმილი სხვაგან, ეს არის შეიარაღებული სხვაგან და სხვისგან, ეს არის დაფინანსებული სხვაგან და სხვისგან. ამიტომ გაუჭირდა რუსეთს, რა თქმა უნდა, ისე რომ ვთქვათ, მართლაც ძალიან გაუჭირდა, აი მაგალითად ერთ-ერთი იდეოლოგი თუ პროპაგანდისტი, როგორც გნებავთ ისე დაარქვით, მარგარიტა სიმონიანი, რას ამბობდა ცოტა ხნის წინ და რას ამბობს დღეს. Горячей войне мы Украину победим за 2 дня. Чего ее побеждать-то, господи, Украина, подавили эти огневые точки, вот мы в рекламную паузу это обсуждали. Летят беспилотники, неприятно, страшно. Мои дети, которые месяц уже спят в коридоре и еще в гардеробной. Да, действительно. Აბა за 2 дням победимо რომ თქვი ის როგორ იყო? რატომ თქვი? ასე არ გესმოდა ვინ გებრძოდა უკრაინაში და უკრაინელების ხელით? თუ არ გესმოდა არ გეპატიება, იმიტომ რომ შენ საზოგადოებრივი აზრის ფორმირების ყველაზე მძლავრი ინსტრუმენტი გაბარია, ასე ვთქვათ და ამიტომ ჯერ თქვენ უნდა ჩამოყალიბდეთ, ვისთან გაქვს საქმე, რასთან გაქვს საქმე. და ასე უნდა გაიაზროთ და გაითვალისწინოთ ის ყველაფერი თუ რა შედეგი მოყვება. ადვილი რომ არ იქნებოდა უკრაინაში იმ სამხედრო ოპერაციის ჩატარება და დამთავრება, რომელიც აგერ უკვე მე-5 წელიწადია მიმდინარეობს. იმ თავით უნდა გწოდნოდათ. იმიტომ რომ იქ უკრაინელები კი არ დაგხვდებოდნენ, არამედ იქ დაგხვდებოდნენ ევროპელები. იქ დაგხვდებოდნენ ამერიკელები. იქ დაგხვდებოდნენ ნატოელები. ეს ყველაფერი ერთად აღებული დიდი ძალაა, ძლიერი ძალაა და თქვენ უნდა გწოდნოდათ, როდესაც უკრაინაში მიდიოდით, რაზე მიდიოდით და რა შეიძლებოდა ამას მოყოლოდა, რომ ეს პრაქტიკულად მსოფლიო ომის დაწყების ტოლფასი რამ იყო ამ თქვენი სამხედრო სპეციალური ოპერაციის დაწყება. რაღაცა
თქვენს შეგეშალათ ეთყობა. რაღაცა ბოლომდე ვერ გათვალეთ ეთყობა და ამიტომ ისმის ახლა ის საგანგაშო სიგნალები, რომელთაგან მხოლოდ ერთი პატარა ნაწილი მინდა წარმოგიდგინოთ. Дешевые дроны, которые способны замордовать любую, как мы видим, даже ядерную страну. Поднять руки и сказать, мы все, ребят, мы сдаемся. Только нас в плен никто брать не собирается. Ну, Нас просто все дело, уничтожат. что в плен нас не возьмут, но в принципе никакого другого выхода нет. Они приняли решение заколебать нас своими атаками и, честно говоря, предпринимают усилия. Довольно успешные всей Европой. Просто киевский режим издевательским образом посчитал, что если такими темпами мы будем атаковать Украину, то мы сможем освободить Донбасс через 33 года. И они на эту тему хохочут. ხო, 1.33 წელი დაგჭირდებათ კიდევ დონბასის გასანთავისუფლებლად, ხომ? ამ ტემპებით და ამ მასშტაბებით. ამიტომ ან ტემპებია შესაძლებელი, ან მასშტაბებია შესაძლებელი, ან საერთოდ არ იყო დასაწყები ის, რაც დაიწყეთ, მაგრამ ახლა რაგი დაიწყეთ, კეთილი უნდა ინებოთ და უნდა დაამთავროთ ის ისე, როგორც არის საჭირო. ანუ თქვენ ყველაფერი უნდა გააკეთოთ იმისთვის, რომ გამარჯვებას მიაღწიოთ. ახლა აქედან, რაც მე განახეთ დღეს, ბევრია და ალბათ ბევრი სიხარულით გააკეთებს იმ დასკვნას, რომ აი რუსეთი უკვე გაიჭედა, რუსეთის საქმე ცუდად მიდის, რუსეთს დაანგრევენ, რუსეთს აიღებენ, რუსეთი დამარცხდება. აი ეს დასკვნა შეიძლება ვიღაცამ გააკეთოს. და ბევრი იქნება ასეთი, თუნდაც საქართველოში. მაგრამ ეს იქნება მცდარი დასკვნა. ეს იქნება არასწორი დასკვნა. რუსეთს დრონებით ვერ დაამარცხებენ და საერთოდ ვერანაირი იარაღით ვერ დაამარცხებენ, იმიტომ რომ ყველა იარაღს რუსეთში მოეძებნება შესაბამისი იარაღი. ამიტომ ეს უპერსპექტივო გზაა, რასაც დასავლეთი დაადგა. უკრაინელების ხელით რუსეთის დამარცხების გზა. ეს იყო ხომ? ამერიკული და ევროპული ჩანაფიქრი უპერსპექტივო გზაა. აქედან ის კი არ გამოდის, რომ რუსეთი დამარცხდება. აქედან ის გამოდის, რომ რუსეთი გაამკაცრებს მიდგომებს, რუსეთი იძულებული იქნება უფრო სერიოზული იარაღით ჩართოს ამ პროცესებში, მაგრამ ეს შესაძლებელია აღმოჩნდეს დიდი ომის დასაწყისი და კატასტროფის დასაწყისი. აი ეს უნდა ვივარაუდოთ. და რა ის რომ რამდენიმე დრონი ჩამოვარდა რუსეთის ქალაქებში და ეს იმას ნიშნავს, რომ რუსეთი დამარცხდა. არიან ჩვენთან არაშორტხედველი პოლიტიკოსები, პოლიტოლოგები, ექსპერტები, ვითომ ექსპერტები და ასე შემდეგ, რომლებიც ამგვარი დასკვნებით უტენიან ხალხს თავს, მაგრამ რეალობა სხვაგვარია. ჩვენ ძალიან რთული ფინალისკენ მივდივართ. აი ეს უნდა გავიაზროთ და გავისიგრძე განვთ. თუმცა გავიაზრებთ ამას თუ გავისიგრძე განვთ, ამის მიხედვით არაფერი არ შეიცვლება. მაინც ის მოხდება, რაც შესაძლებელია რომ მოხდეს. მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენ მაინც უნდა ვცადოთ, გავერკვეთ სიტუაციაში, რა გამოიწვია, რა შედეგი მოყვა და ასე შემდეგ. ადამიანები ვართ და ელემენტარული ცნობის მოყვარეობა გვაქვს. თუნდაც ვიცოდეთ, რომ ხვალ უკვე აღსასრულის დღე დგება, დღეს მაინც უნდა შევეცადოთ გავერკვეთ, რატომ, რისთვის, რა მოხდა და სად არის საფუძველი ყოველივე ამისა. დიახ, ახლა რა ხდება ამერიკაში? ამერიკაშიც ხდება რაღაცები. რა თქმა უნდა, იქაც მოსვენებული ცხოვრება არ არის. იქაც კრიზისია, იქაც სირთულეებია, იქაც სიზნელეებია, იქაც წინააღმდეგობებია. აგერ გაიხლართა ირანთან კონფლიქტში და ომში. რაღაცა ახსნა ამას უნდა მოეძებნოს და არა მარტო ახსნა, არამედ გამოსავალიც უნდა მოიძებნოს, მაგრამ რა არის გამოსავალი? ამერიკაში ბევრი ფიქრობს, რომ ტრამპმა უკვე ისე შეტყობა და იმდენად დაარღვია კანონები, რომ მისი იმპიჩმენტის საკითხი უნდა დადგეს.
Импичмент президенту? На этот раз все может сработать. Главу страны собираются отправить в отставку за военное преступление. В Конгрессе США уже официально запустили новую попытку отставки Трампа. Сразу 13 статей обвинения. Авторы утверждают, что президент подлежит импичменту за тяжкие преступления и проступки. От незаконной войны и злоупотребления силой до узурпации бюджетных полномочий, давления на систему правосудия и использования власти в личных интересах. ასეთი ვითარება და არაფერი არ არის გამორიცხული, გასმა არ იცის რა შედეგამდე მივა, თუნდაც ეს განწყობილებები, რომელიც ამერიკულ ისტაბლიშმენტში უკვე ყალიბდება კი არა, უკვე ჩამოყალიბდა, იმიტომ რომ ძალიან არასწორი გზით წარიმართა პროცესები მას შემდეგ, რაც ტრამპი შეუდგა პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას. ასეთი აზრი უკვე იყიდებს ფეხს და მოიკიდა ფეხი კიდეც ამერიკის შეერთებულ შტატებში. ამ დროს რას აკეთებს თვითონ ტრამპი? გარდა იმისა, რომ ხობე ყორას აწყდება, გარდა იმისა, რომ თითქმის ყველა მიმართულებით ომობს, ვენესუელა, კუბა, იქ გრენლანდია ცოტა გადაავიწყდა მე მგონი, მაგრამ აგერ ირანზე შეტევა განახორციელა და ახლა ჩინეთში ვიზიტის შემდეგ ისევ აცხადებს, რომ ირანს უნდა შეუტიოს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მაგრამ ამაზე ჟელობა ცოტა გადავდოთ და ისე შევხედოთ აი ყოველდღიურობაში რას აკეთებს ტრამპი, რას აკეთებს და ავტოგრაფებს არიგებს. ასე თუ გააგრძელა ბატონმა ტრამპმა ამას ამერიკული პარლამენტი კი არ გამოუცხადებს იმპიჩმენტს, პირველი იმპიჩმენტი შესაძლებელია ქალბატონმა მელანიამ გამოუცხადოს. თუმცა ეს მათი ასე ვთქვათ ოჯახური საქმეა და არიგოს ბატონმა ტრამპმა ავტოგრაფები და სადაც უნდა იქ დატოვოს თავის ხელმოწერა. ზოგის მკერდზე, ზოგის უკანალზე და ასე შემდეგ. რაღაც სიგიჟის სივრცეში შეგვიყვანა უკვე ამ ჩვენმა საუბარმა და რა კი აქამდე მოვედით, მოდით ფსიქიატრიის რენტგენს შემოგთავაზებთ. ერთ პატარა ფრაგმენტს გიჩვენებთ სრულიად ჩვეულებრივი სატელევიზიო ინტერვიუდან. როგორ იძლევიან ინტერვიუს ეგრეთ წოდებული აკაცუკები. წინა არჩევნების თქვენ მიერვე არაღიარებული შედეგად. რა კი, რას გეკითხეთ? რა კი, რას გეკითხეთ? ესე იგი, შეკითხვის მოსმენას არ შეუძლიათ. ნერვები აღარ აქვთ, აი დაგლეჯილი აქვთ ნერვები. სადღაც გარბიან, სადღაც ეჩქარებათ. ეჩქარებათ სახელმწიფო გადატრიალების მოწყობა. და ეჩქარებათ ამ გზით ხელისუფლებაში დაბრუნება. ამიტომ ჟურნალისტის მიერ დასმულ მოკლე შეკითხვას ბოლომდე ვერ მოусმინა. რაღაცაზე დაეთანხმა. ოღონდ შემდეგ თვითონ განაგზო საუბარი, მაგრამ ჟურნალისტმა შენიშნოს რა კი, რაზე მეთანხმები, რაზე მეუბნები კი ეს. ჯერ შეკითხვა უნდა მოისმინო. აი, რაღაცა ფსიქიატრიის ელემენტები ამაში, რა თქმა უნდა, არის. ახლა ერთ-ერთი ჟურნალისტი ვნახოთ. გიორგი ქადაგიძემ მნიშვნელოვანი ინფორმაცია გაგვიფრთხილა პირველებს. პირველ რიგში გვითხრა, რომ დღეიდან გამოიღვიძებს საქართველოს მოქალაქეები, შეიძლება ითქვას, რომ გამოღვიძების დღე იქნება. მაგი გიორგი ხადაგიძემ კი არა, ილია ჭავჭავაძემ გითხრა თავის დროზე, გამოიღვიძეთო, მაგრამ რაღაცა გამოღვიძების პირი არ უჩას ქართველებს. არ ეტყობათ, თორემ ქართველმა ერმა თუ გამოიღვიძა, აი შენი საქმე როგორ იქნება, ის მაინტერესებს ძალიან, იმდენი რამე გაქვს დაშავებული შენი ვაი ჟურნალისტობით. დიახ, აი კიდევ ერთი ასეთი ლოგიკა აზროვნების, აი ასეთი შედევრი. ეს შეეხება 17 მაისს
ოჯახის სიწმინდის დაცვის დღეს. და მარაზმი არის რაც ხდება ახლა აი ეს 17 მაისს რო ეს ჩოხებში ჩაჭედილი ეს ღიპიანი ქონიანი ტიპები რო გადიან და ეს პატარა ბავშვები რო დაყავთ ჩოხებში და აი ამ ხელა ფარისეულობა ბიჭო აი გული მერევა რო უყურებ რა ოჯახის სიწმინდეს აღნიშნავთ ბიჭო რომელ ოჯახის სიწმინდეზე ლაპარაკობთ ყველაზე უწმინდური ოჯახები მართლა საქართველოში არიან მე მგონი იმდენი ოჯახი ინგრევა და იმდენი მოღალატე არსებობს და იმდენი რა ქვია ნაცემი ცოლი არსებობს რა ოჯახის სიწმინდეზე ლაპარაკობ ბიჭო არ გცხვენიათ ოჯახის სიწმინდეს დღე თუ არა პირიქით თავები დახარეთ და რავი ბოდიშის დღეც იყოს ან არ ვიცი რა როგორ აღწერო ეს ფარისეულობა რაც ხდება პატრიარქმა რო დააწესა ეგ ეთყობა პატრიარქს არასწორი ინფორმაცია მიაწოდეს ეხლა მოხუცი იყო კაცი და მართლა უნდა დახარო თავი ოღონდ სირცხვილისგან რადგან ქართულ ენაზე ამეტყველებულ ადამიანს ხედავ ქართულ ენაზე ამეტყველებულ ადამიანს და რაზე მეტყველებს იგი აი ამას ამბობს რაც თქვენ მოისმინეთ კომენტარის სახით რა გავაკეთო აი რაღაცა მონაკვეთი მინდა წარმოგიდგინოთ 17 მაისიდან მაისს საქართველოში ოჯახის სიწმინდის დღე აღინიშნება. ჩვენ მივიღებთ ასეთი გადაწყვეტილება, ყოველი წლის 17 მაისს იყოს ოჯახის სიწმინდის და სიმტკიცის დღესასწაული. ამ დროს მთელი ერი უნდა გამთლიანდეს. გილოცავთ ოჯახის სიწმინდის დღეს. ეს არის უდიდესი ფასეულობა და განძი, რომელიც ღმერთმა უბოძა კაცობრიობას. მას მცირე ეკლესიასაც უწოდებენ. ოჯახი უფალ იესო ქრისტესა და ეკლესიის კავშირის სახედ მოიაზრება. ხოდა ახლა აი იმ კაცს მინდა ვკითხო, რა სერჩი ყველაფერ ამას? თუ სადმე ხარვეზი გვაქვს, ოჯახი არ არის ისეთი მაღალზნეობრივი, როგორიც უნდა იყოს, თუ სადმე ღალატის ელემენტებია, თუ სადმე დანაშაულიც არის თქვა. აი ამის გამო უარი უნდა ვთქვათ ოჯახის სიწმინდის დაცვაზე, არ ვიზრუნოთ, არ ვიშრომოთ, არ ვეღვაწოთ იმ მიმართულებით, რომ ქართული ოჯახები მართლა იმ სიმაღლის და იმ ზნეობის იყოს, როგორც საქართველოს ისტორიას ეკადრება, როგორც ქართულ ხალხს, ქართულ ადამიანს ეკადრება. რას გვერდში, რატომ ებრძვი ამას? რა დაინახე ამაში ცუდი? თქვენ რომ გეი აღლუმების წინააღმდეგ გამოსულიყავით, გავიგებდი. იმიტომ რომ ეს უზნეობის აღვირახსნილი პროპაგანდაა დასავლეთის მიერ ჩვენთვის თავს მოხვეული. ყოველ შემთხვევაში მათ სადეს თავს მოხვევა ამ უბედურების. და მის წინააღმდეგ თუ გამოხვიდოდი, ჩვენ თქვენი საწინააღმდეგო არაფერი გვექნებოდა, მაგრამ თქვენ ოჯახის სიწმინდის წინააღმდეგ გამოხვედით. ქართველი ხალხის და ქართული ოჯახების წინააღმდეგ გამოხვედით და მე მართალი გითხრათ, არც ვიცი რა შეფასება მივცე ამას, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც პირდაპირ თუ ირიბად ამგვარ პოზიციას შეფასებას აძლევენ. აი ისიც. წმინდათა წმინდა უფლება ადამიანის იყოს სულელი რა, ხანდახან რაღაც სულელები გაწოდილი. რა თქმა უნდა. გაიგეთ? წმინდათა წმინდა უფლება ადამიანისა იყოს სულელი. თუ კი მას სურს რომ ასეთი იყოს და ასეთად დარჩეს. მე არ მეთქვამს, სხვა მთქვა, მაგრამ და იყოს ეს თქვენი წმინდათა წმინდა უფლება გნებავთ, მოვალეობა გნებავთ,
პოზიცია გნებავთ, რაც გნებავთ ის უწოდეთ, მაგრამ სახელი უკვე დაერქვა ამას. ბატონო ზაალ, თამარ კვარაცხელიას სიუჟეტით შეიძლება. ქოცებო, გეღოთ. ქოცებო კმარა. ქოცებო ეს უკვე წარმოუდგენელია. ქოცო, დაუკრეფავში, ნუ გადახვალ. ქოცებო, მე შეიძლება რადიკალი, გამოუსწორებელი ანტინაცი ვარ და ხშირად ამიტომ თქვენი მხარდამჭერიც გამოვდივარ, მაგრამ წითელი ხაზების გადაკვეთა მართლა არ შეიძლება. მოგესალმებით. ეთერშია ნოვოსტის ახალი გამოშვება. მე კი მისი წამყვანი თამარა კვარაცხელია ვარ. მოკლედ, როგორც მიხვდით, მე დღეს საშინლად გაბრაზებული ვარ. შეიძლება ითქვას, განრისხებულიც კი. და ამჯერად არა ნაცზე, არამედ ქოცზე. კი, არ მოგესმათ. ნამდვილად ქოცზე. როგორც მოგეხსენებათ, დაიჭირეს ნანულა. ნუ ახლა ნანულა გვარის დაკონკრეტებას არ საჭიროებს. დაიჭირეს რა? სამი დღით უფასოდ გაუშვეს კურორტზე. დაასვენებენ და გამოუშვებენ, მაგრამ ამბავი აქ არ მთავრდება. დაიჭირეთ ადამიანი და არ ღვია კანონი? კი ბატონო, ვინ გამტყუნებთ? ვინ ოხერი გედავებად? მაგრამ წამება? არა ადამიანური მოპყრობა? პატივისა და ღირსების შელახვა? იძულება? რას ჩადიხართ თქვენ? მართლა ხომ არ გაგიჩნდით? მოკლედ, როგორც ნანულას შვილის სკანდალური ინტერვიუდან ირკვევა, გოგონას დედამისისთვის ციხეში წიგნები შეუგზავნია. გესმით ხალხო? წიგნები და ნანულა. დღეს ნანუკასთან ადვოკატი არ ყოფილა, მოვახერხეთ რომ ნუ შეუგზავნეთ ყველაფერი, რა თქმა უნდა, ყველაფერი აქვს პასაცმელი, წიგნები. თქვენ ახლა ვინმეს გჯერათ რომ შვილმა საკუთარ დედას ეს იძულების გარეშე გაუკეთა? შვილმა გესმით? რა არის ეს თუ არა? უსასტიკესი ანგარიშსწორება. ნანულას რომ წიგნების წაკითხვას აიძულებ. აბუ გრეიბი აბა, რა არის? მე მეგონა, როდესაც ნაცები გავაპანღურეთ, ციხეებში წამებად წარსულს ჩავაბარეთქო, თუმცა მიხვდით რომ მიამიტი აღმოჩნდი. მიხვდით რომ მოვტყუდი. ბარემ ელექტროსკამი მიგესაჯათ ამ ადამიანისთვის. მისთვის რომ ერთი და იგივეა. მიუმართავ პატარა ნანულას. ნანულა ჯუნიორ. თუ რაიმე კიდევ გაქვს სათქმელი. თუ რაიმეს კიდევ გაიძულებენ. გთხოვ არაფერი დამალო. ყველაფერი თქვი. ჩვენ არ ვართ უსამართლო ადამიანები. ამ უთანასწორო ბრძოლაში ჩვენ დედაშენის გვერდით დავდგებით. არც ერთ ხელისუფალს არ შევარჩენთ, რომ ნანულას წიგნის კითხვა აიძულონ. ყველაზე ბევრჯერ რომელი წიგნი გაქვს საკითხული? არც ერთი. ზოგადად ეს არის ის რასაც იშვიათად ვაკეთებ. თუ რაიმე დაგჭირდება ნოვოსტის ცხელი ხაზი, შენთვის ყოველთვის ხელმისაწვდომი იქნება. ჩვენი ცხელი ხაზის ნომერია 809 31 87 42 115 109 36 22 67 45. და ბოლოს. ხუმრობა იქეთ იყოს და ახლა მართლა მიგმართავ ქართულ ოცნებას. ქოცებო, გთხოვთ ნუ აქცევთ ამ პოლიტიკურ, ინტელექტუალურ, ზნეობრივ და მორალურ ბანკროტებს ფიგურებად. სამდღიანი დაჭერებით ნუ უქმნით შვილიშვილებისათვის მოსაყოლ ბიოგრაფიას. ასაკრძალი დროზე აკრძალეთ და დაგვასვენეთ ჩვენც და ეს ქვეყანაც არა სამი დღით, არამედ სამუდამოდ. დიდი მადლობა ყურადღებისთვის. ნოვოსტი დღეს სულ ეს იყო. გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე. ნახვამდის. მადლობა თამარ. შესანიშნავი იყო, შენიშვნა არ მაქვს, ყველაფერი თავის ადგილზეა. ცინიზმი, სარკაზმი, დაცინვა, იუმორი უმაღლეს დონეზე. თუმცა ერთი შენიშვნა მაინც მაქვს. ნანულას რატომ უძახით ამ ქალს? ნანულია მისი სახელი და დაუძახეთ ის, რაც ქვია. ისე მას ბევრი დამცველი აღმოაჩნდა და მგონი არავის შეარჩენენ მისთვის წიგნების შეტანას. აი ეს დამცველიც. და მინდა ნანუკას აქედან უთხრა, მართალია ის ახლა ტელეფონოთ იქნება. ნანუ, შენ იმდენად გადატვირთული ხარ ყოველდღიური საქმიანობით, ხალხის გვერდში დგომით. დაისვენე საყვარელო ეს სამი დღე. არა, აქ მართლაც შეუძლებელია რომ სიცილი არ წაგსკდეს.
კი არ გაიცინო უბრალოდ, არამედ უნდა წაქსკდეს ეგ სიცილი, ისეთ საოცრებებს გაიგებ. თუმცა აქ არ გაჩერებულა ეს ქალბატონი. კიდევ აქვს მას ნანულისთვის სათქმელი. შეაშინებენ და ამით უმეტეს ნანუკა ჟორჟოლიანს, რომელიც იყო პირველი ჟურნალისტი, რომელიც ცხელ წერტილებში დადიოდა ომის კადრების გადასაღებად და მაშინ არ შეშინებია მას ტყვიების. აი ასეთი ვითარებაა საქართველოში შექმნილი. ასეთია ფსიქიატრიული ფონი საქართველოში. ეს ხელისუფლებას მიმართავ. აი ამ ქალის ახლა რომ ჩანდა ეკრანზე, შვილი თუ კიდევ პატიმრობაში ყავთ. გამოიჩინეთ გულმოწყალება, ჰუმანიზმი ელემენტარული, გამოუშვით. იმიტომ რომ პატრონი ჭირდება ამ ქალს, თორემ ხომ ხედავთ რომ საერთოდ გავიდა გაღმა თუ იმის იქით კიდევ. ასეთი იყო დღეს ფსიქიატრიული რენტგენი, ახლა საერთაშორისო საკითხებსაც შევეხებით ცოტა ხნით და ამით დავამთავროთ. როგორც გითხარით, უკვე დაიძრა როგორც ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ასევე რუსეთიდან დელეგაციები ჩინეთის მიმართულებით. ჩინეთში უნდა პოვონ ერთმანეთს და მეორემაც გამოსავალი შექმნილი ძალიან მძიმე მდგომარეობიდან. რა იპოვეს და რა ვერ იპოვეს, ეს სხვა საკითხია, მაგრამ ასეთი ვიზიტები ერთი მეორის მიყოლებით სულ რამდენიმე დღის ინტერვალით შედგა. პირველი, ვინც ჩინეთში ჩავიდა, ბატონი ტრამპი იყო. სოფლიო ახალ გზა გასაყარზე აღმოჩნდა. შეძლებენ თუ არა ჩინეთი და შეერთებული შტატები ეგრეთ წოდებული თუკიდედის ხაფანგის დაძლევას და ზე სახელმწიფოებს შორის ურთიერთობების ახალი პარადიგმის შექმნას. შეძლებს თუ არა ერთობლივად გადავწყვიტოთ გლობალური პრობლემები და მეტი სტაბილურობა მოუტანოთ მსოფლიოს. ვკონცენტრირდეთ ორი ერის კეთილდღეობასა და კაცობრიობის მომავალზე. ეს არ არის მხოლოდ ისტორიის, მსოფლიოს, ერების კითხვები. ეს არის ჩვენი დროის კითხვები, რომლებსაც მე და თქვენ, როგორც წამყვანი ქვეყნების ლიდერებმა, პასუხი უნდა გავცეთ. ჩინეთისა და შტატების საერთო ინტერესები გადაწონის მათ შორის არსებულ უთანხმოებებს. ორივე ქვეყნის წარმატება, ეს არის ორივე მხარის შესაძლებლობა. ჩინურ-ამერიკულ ურთიერთობებში კი სტაბილურობა მთელი მსოფლიოსთვის კეთილდღეობას ნიშნავს. მშვიდობა ორივე მხარისთვის სასარგებლოა, მაშინ როცა ომი ორივეს ზიანს აყენებს. ჩვენ უნდა ვიყოთ პარტნიორები და არა მეტოქეები. მივისწრაფოდეთ ურთიერთწარმატებისკენ. ერთად ავღორწინდეთ და ახალ ეპოქაში ზესახელმწიფოების თანაარსებობის ახალ გზაზე დავდგეთ. ტრამპი დაინტერესებულა ვინ არის ან რა არის ის, რაც სი ძინპინმა ჩემთან საუბარში ახსენაო. თუ კი დიდეო, თუ გაგიგიათ ასეთი რამეო, მაგრამ ეს იქვე არ უკითხავს, რა თქმა უნდა, შეხვედრის შემდეგ უკითხავს თავისი გარემოცვისთვის და მგონი დღემდე უხსნიან ვინ იყო თუ კი დიდე, მაგრამ არ ვიცი ბოლომდე გაიაზრა თუ არა. ისე სი ძინპინთან საუბრისას პასუხის გაცემის დროს, რა თქმა უნდა, არ დაბნეულა. თქვენ უკვე დიდი ხანია ვიცნობთ ერთმანეთს. ეს არის ჩვენი ორი ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი ურთიერთობა, რაც კი ოდესმე რომელიმე პრეზიდენტებს შორის ყოფილა და ეს ჩემთვის დიდი პატივია. ფანტასტიკური ურთიერთობები გქონდა, კარგად ვუგებდით ერთმანეთს და როდესაც სირთულეები არსებობდა, ერთობლივად ვაგვარებდით. მეც გირეკავდით და თქვენც მირეკავდით და ყოველ ჯერზე, როცა წარმოიქმნებოდა პრობლემა, რომელზეც არავინ იცის, მას ძალიან სწრაფად ვაგვარებდით. ერთად ბრწყინვალე მომავალი გვექნება. ძალიან დიდ პატივს ვცემთ ჩინეთსა და თქვენ მიერ გაწეულ სამუშაოს. თქვენ დიდებული ლიდერი ბრძანდებით. ამას ყველას ვეუბნები. ზოგჯერ ხალხს ეს არ მოწონს, თუმცა მაინც ვამბობ, რადგან ეს სიმართლეა. მე კი ყოველთვის სიმართლეს ვამბობ. ჩვენი შესანიშნავი დელეგაციის სრული შემადგენლობის სახელით მინდა გითხრათ, რომ დიდებული ბიზნესმენები გვყავს. ვფიქრობ, მსოფლიოში საუკეთესო. ყველა მათგანი გასაოცარი ადამიანია და თითოეული მათგანი ჩემ გვერდითაა. ყველა მათგანი აქ არის, რათა თქვენი და ჩინეთისადმი გამოხატონ პატივისცემა. ისინი დიდად ელოდნენ სავაჭრო პარტნიორობასა და ბიზნესის წარმოებას და ჩვენი მხრიდანაც ანალოგიური მზაობა არსებობს. ეს საკითხი იქნება მასშტაბური დისკუსიის საგანი. არიან ისეთებიც, ვინც ამბობს, რომ ეს ისტორიაში ყველაზე დიდი სამიტია. მსგავს ვერასდროს გაიხსენებენ. შემიძლია გითხრათ, რომ ახლა ამერიკაში ხალხი სხვა არაფერზე საუბრობს. ჩემთვის დიდი პატივია ვიყო თქვენი მეგობარი. ამერიკისა და ჩინეთის ურთიერთობები იმაზე უკეთესი გახდება, ვიდრე ოდესმე.
ისე ამერიკიდან ხშირად გამიგია მე კომუნისტურ ჩინეთთან ურთიერთობა რა საკადრესიაო, მაგრამ როგორც ჩანს, საკადრესი კი არ ყოფილა, საჭირო ყოფილა და თურმე აუცილებლობაც ყოფილა და თურმე ხსნის გზაც ყოფილა, მაგრამ ეს თანდათანობით იკვეთება ხოლმე მოვლენები მიგვიყვანს მე დასკვნებამდე. ასე ხდება ცხოვრებაში. ასეთი იყო ძირითადი დიალოგი, რაც გაიმართა სი ძინპინსა და ტრამპ შორის, შედეგები მაინც და მაინც ისეთი არაფერი, მაგრამ კარგია დიალოგი რომ აქვთ სახელმწიფოებს ერთმანეთთან და აგერ რუსეთის პრეზიდენტიც როგორც ჩამორჩებოდა ამ ამბავს და რამდენიმე დღის შემდეგ ისიც ჩავიდა ჩინეთში. ბატონო სი ძინპინ, ჩემო ძვირფასო მეგობარო, დროული იქნება ციტადად მოვიყვანოთ ჩინური ანდაზა. რამდენადაც ჩემთვის ცნობილი არსებობს ასეთი გამოთქმა. ერთმანეთი მთელი დღე არ გვინახავს, მაგრამ თითქოს 3 შემოდგომა გავიდა. გულწრფელად მოხარული ვარ თქვენი ნახვით. მუდმივად ვინარჩუნებთ როგორც პირად კავშირებს, ისე ხელისუფლებებში შუამავლების მეშვეობით. სიამოვნებით ვიხსენებ გასულ წელს როგორ ქონდა შესაძლებლობა ერთად მიგვეღო მონაწილეობა მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 80 წლის თავისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებში. 25 წლის წინ ჩვენმა ქვეყნებმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას კეთილმეზობლობის, მეგობრობისა და თანამშრომლობის შესახებ. დოკუმენტი, რომელიც საფუძვლად უდევს ყველა სფეროში თანამშრომლობას და დღემდე აქტუალურია. საგარეო პოლიტიკურ საკითხებში ჩვენი ურთიერთობები საერთაშორისო დონეზე ერთ-ერთი საკვანძო ფაქტორია, რაც ხელს უწყობს სტაბილურობის უზრუნველყოფას. მიმდინარეობს პოლიცენტრული მსოფლიო წესრიგის ფორმირების რთული პროცესი, რომელიც დაფუძნებულია მისი ყველა მონაწილის ინტერესის ბალანსზე. ჩვენს ჩინელ მეგობრებთან ერთად ჩვენ ვიცავთ კულტურულ და ცივილიზაციურ მრავალფეროვნებას, ასევე ვიჩენთ პატივისცემას სახელმწიფოთა სუვერენული განვითარებისადმი. ჩვენ მივისწრაფით ბევრად უფრო სამართლიანი და დემოკრატიული მსოფლიო წესრიგის მშენებლობისადმი. საერთაშორისო დონეზე ამჟამინდელი დაძაბული ვითარების პირობებში განსაკუთრებით მოთხოვნადია ჩვენი მჭიდრო კავშირები. ჩვენ ვაძლიერებთ კოორდინაციას როგორც გაეროს, ისე ბრიქსის, დიდი ოცეულისა და სხვა პლატფორმების ფარგლებში. რა კი ამდენს გაუძელით, ბარემ სი ძინპინის ნათქვამის ერთი პატარა ფრაგმენტიც მოვისმინოთ. ურყევი დახმარება ჩინურ-რუსული ურთიერთობების ხანგრძლივი, სტაბილური, მტკიცე და მდგრადი განვითარებისთვის. ეს არის ჩემ და პრეზიდენტ პუტინის მიერ გაკეთებული სტრატეგიული არჩევანი. ეს ორივე ქვეყნის ინტერესშია და გლობალური განვითარების საერთო ტენდენციას შეესაბამება. პრეზიდენტ პუტინთან შევთანხმდით ჩინე-რუსეთს შორის კეთილმეზობლური და მეგობრული თანამშრომლობის გახანგრძლივებაზე. ასეთი გავხდათ ეს შეხვედრა ჩინეთში, რომელიც თითქმის ერთი კვირის ფარგლებში გაიმართა, ჯერ ტრამპთან, შემდეგ პუტინთან და რა თქმა უნდა, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა და რაღაცა შედეგებიც ალბათ მოხვება ამას. მაგრამ თლად ჩემი ანალიზის ანაბარა რომ არ დაგტოვოთ, მე მინდა ერთი ასეთი კაცი დავეხმარიო, მას ქვია ერმუხამედ ერტისბაევი. ეს ცენტრალური აზიის წარმომადგენელი გახლავთ, უაღრესად საინტერესო მიმომხილველია და მისი შეფასებები მოვისმინოთ. Главные темы переговоров: Тайвань, Ближний Восток, Ормузский пролив, торговля, поставки технологий и искусственный интеллект. По итогам встречи стороны заявили о необходимости сохранять Ормузский пролив открытым для международного судоходства. Си Цзиньпинь отдельно предупредил Вашингтон, что тайваньский вопрос может поставить отношения США и Китая в крайне опасное положение. Это цитата из речи Си Цзиньпина. Потому что мир сегодня держится не только на ракетах и авианосцах, а на способности именно сверхдержав договариваться. Если США и Китай не найдут компромисса, трясти будет уже не только Тайваньский пролив, а всю мировую экономику. რა თქმა უნდა, თუ საერთო ენა არ გამოინახა, თუ კონსენსუსს ვერ მიაღწია სამმაზე სახელმწიფომ, ასეთ შემთხვევაში უფრო და უფრო გართულდება ისედაც კატასტროფულად დაძაბული და გართულებული მდგომარეობა. კიდევ ერთი შეფასება ბატონი ერტისბაევის. Си Цзиньпинь очень жестко обозначил красную линию Китая. Тайвань. Для Пекина Тайвань это не просто остров,
Это вопрос национального достоинства, исторической целостности настоящего и будущего китайского государства. Китай никогда добровольно не откажется от идеи воссоединения. И американцы это прекрасно понимают. Поэтому предупреждение Си Цзиньпина о том, что тайваньский вопрос может привести отношения двух стран в крайне опасное положение, это фактически стратегическое предупреждение Вашингтону. სტრატეგიული გაფრთხილება ვაშინგტონს. და არა მარტო ვაშინგტონს, არამედ ერთმანეთს აფრთხილებენ ეს სახელმწიფოები. ერთმანეთთან მეგობრობენ, მაგრამ ერთმანეთს მტრობენ იმავდროულად. ამაზე ცოტა მოგვიანებით ვიტყვი, მაგრამ კიდევ ერთი შეფასება მინდა მოგასმენიოთ ამ კაცისა და შემდეგ გადავიდეთ. Четкую и ясную, я бы сказал, знаете, вот цивилизационную, зрелую такую позицию Китай занял по Ирану и Ормузскому проливу. Да, Иран стратегический партнер Китая, это общеизвестно. Китай покупает огромные объемы иранской нефти, но Пекин не поддержал идею превращения Ормузского пролива в инструмент давления и взимания платы за проход судов. Это очень показательно. Вот она политика великой державы с тысячелетней цивилизацией. აი ასეთი არის შეფასებები, რომ გითხრათ, რომ მაინც დამამშვიდებელია შეფასებები, მეთქი ასე არ არის, იმიტომ რომ როგორც წელამ თქვი, ეს სახელმწიფოები ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში იმ გზას მიყვებიან, რომ როგორმე ერთმანეთთან ურთიერთობები ისე დაალაგონ, რომ თან მეგობრული ჟესტიც იყოს, თან ძირგამომთხრელი საქმიანობაც იყოს, თან მოკავშირეობა და გაძლიერება იყოს ერთი მეორისა, მაგრამ თან ამავე დროს დაპირისპირებაც იყოს და პოზიციების შესუსტებაც იყოს. ერთი სიტყვით, დიალექტიკური დამოკიდებულება ამ სამზე სახელმწიფო შორის ერთმანეთთან. თქვი ჯერჯერობით მეთქი, იმიტომ რომ შესაძლებელია იმ დონემდე მივიდეს და დაიძაბოს ამ პლანეტაზე ურთიერთობები, რომ შემდეგ მართლაც ხსნის გზა იყოს საძებნი და ეს იყოს უმთავრესი, მაგრამ ჯერჯერობით ეს არ არის უმთავრესი. ჯერჯერობით უმთავრესია ის, თუ რამდენად შეძლებენ ერთმანეთის მოტყუებას, ერთმანეთის გამოყენებას, თავიანთი მიზნების მისაღწევად. ისე პრობლემები უამრავია, იქით ტაივანის პრობლემა, აქეთ უკრაინის პრობლემა, იქეთ ირანის პრობლემა და საერთოდ მოგახსენებათ ამერიკის შეერთებული შტატები, ეგრეთ წოდებულ ბოროტების ღერცს რომ უწოდებს, ჩრდილოეთ კორეა, რუსეთი, ირანი და ასე შემდეგ, მოკავშირეობა ამ სახელმწიფოებისა, რომლებიც თითქოს გვერდიგვერდ არიან დღეს და ერთად არიან, სინამდვილეში ძალიან მყიფეა, იმიტომ რომ ასეთია ეპოქის სულისკვეთება. ასეთია რაღაცა მომხმარებლური დამოკიდებულება ყველასა და ყველაფრის მიმართ. მომხმარებლური დამოკიდებულება იმ შემთხვევაში, როდესაც თითქოს მეგობრობის ხელია გაწვდილი. თითქოს მოკავშირეობას წინ არაფერი უდგას. ეს ზნეობის დეფიციტია. ეს ზნეობის დევალვაცია. ეს ზნეობრივი კატასტროფაა, რაც ანგრევს და ღუპავს დღევანდელ მსოფლიოს. ჩვენ და სამწუხაროდ, მაგრამ რეალურად ასეთი ამბები გვაქვს. ამ სიტუაციამ გამახსენა სერჯო ლეონეს, აი სათაურში გამოვიტანეთ სწორედ კინოშედევრი, კარგი, ცუდი ბოროტი, ასე ქვია ამ ფილმს და იცით თქვენ ყველამ ეს ფილმი, მაგრამ რატომღაც გამახსენა ამ ფილმის განსაკუთრებით ფინალური სცენები, რომელიც შესაძლებელია იმაზე უკეთესადაც კი გამოხატავდეს დღევანდელი სამი სახელმწიფოს ურთიერთობას, ვიდრე ეს შესაძლებელი იყო. რა თქმა უნდა, ფილმის ავტორებს ამაზე არც უფიქრიათ, მაგრამ ხელოვნების ნაწარმოები იმიტომ არის დიდი და უკვდავი ხოლმე, როდესაც ნამდვილი ხელოვნება გვაქვს, რომ მასში ისეთი რამეც მოიაზრება და ისეთი რამეც იკითხება დროის მიერ და ეპოქის მიერ, ვიდრე ეს გათვალისწინებული ჰქონდათ ავტორებს. სულ რომ არ უაზრიათ, სულ რომ არ გაუფიქრეთ, გულშიც რომ არ გაუვლიათ,
აი ისეთი რამ შეიძლება შესანიშნავად წარმოაჩინოს. ახლა მე შემოგთავაზებთ რამდენიმე ფრაგმენტს და თხოვთ დააკვირდეთ ამ თვალით სამი ზესახელმწიფო და მათი ურთიერთობა. პირველი ფრაგმენტი. სიტუაცია რომ იძაბება ეს კადრებიდანაც ჩანს და მუსიკალური გაფორმებიდანაც. მაგრამ შემდეგში სიტუაცია კიდევ და კიდევ იძაბება. მე გთხოვთ არ დაგავიწყდეთ ალეგორია, რაც ამ ფრაგმენტების ჩვენებაში ჩავდეთ. სამი ზესახელმწიფო: ჩინეთი, რუსეთი, ამერიკის შეერთებული შტატები. აი ამ ეპიზოდის ბოლოს უკვე გასროლაც ხდება. ეს ყველაფერი რაც ახლა ჩვენ ვნახეთ ფილმიდან არის ფინალის შესამზადებელი ეპიზოდი. ხოლო თვითონ ფინალი არის გენიალური. ფილმის გმირები ჩვენ შემთხვევაში კი ალეგორიის მიხედვით ზესახელმწიფოები. რასაც ეძებდნენ, იმას იპოვიან. კერა, მიპოვეთ, მიდრები ვართ.
ხუმრობ არა ქერა ხომ ხუმრობ მითხარი რომ ხუმრობ არ ხუმრობ თუკო ამ ჯვარზე დათექი და თავი ყულფში გაყავი აი ასე ძველი დრო გამახსენდა ოთხი შენია ოთხი კი ჩემი ქერა ქერა აბადია თუკო ქერა ძაღლიშვილო ქერა ბოროტი და კარგი ფილმის ავტორები გვეუბნებიან, რომ ამ სამი პერსონაჟიდან ერთი კარგია, ერთი ცუდი, ერთი ბოროტი. ამ სახელმწიფოების ვითარებაშიც, რომლის ალეგორიად აი ამის წარმოდგენა და გადაქცევა
განვიზრახეთ, ხომ არ არის იგივე მდგომარეობა. აქაც ხომ არა გვაქვს საქმე კარგთან, ცუდთან და ბოროტთან. კი, ალბათ ასეა, მაგრამ ამის დადგენის პრეროგატივას თქვენ დაგიტოვებთ. ახლა კი ფილმიდან და ხელოვნებიდან რეალობას დაუბრუნდეთ. საით მიდის დასავლეთი და საით მიათრევს ის მსოფლიოს. Срочные новости. Европа готовится к войне с Россией. Без НАТО, без Америки. Из Бельгии заявили открыто. Украинцы сражаются, чтобы купить Европе время. До 2030 года. И тут самое интересное. За это время Германия резко наращивает армию. Сотни миллиардов евро уходят на новое оружие. Франция и Польша готовят ядерные учения. Истребители «Рафаль» отрабатывают удары по России. Но есть важная деталь. Премьер Польши Туск заявил, до войны с Россией осталось не годы, возможно, месяцы. Финляндия уже меняет законы, чтобы разрешить ввоз ядерного оружия на свою территорию. Европа больше не ждет команды из Вашингтона. Она строит собственную армию, собственный ядерный щит. Прямо сейчас. Кремль это видит и не молчит. Москва называет происходящее возвратом к полной конфронтации. Песков заявил прямо. Европа целенаправленно готовится воевать с Россией. И Россия это учитывает. Мнения уже разделились. Одни говорят, это вынужденная защита. Другие считают, это прямая дорога к большой войне. აი ასეთი გახლავთ რეალობა ჩვენ და სამწუხაროდ. მეტი რა დაგვრჩენია? ალბათ უნდა ავანთოთ სანთელი და ალბათ უნდა ვილოცოთ. უნდა გადავიწეროთ პირჯვარი და ღმერთს ვთხოვოთ შველა. ეს ერთადერთი გზა არ არის, რა თქმა უნდა, მაგრამ ხალხს ის უმრავლესობას ამ კონკრეტულ შემთხვევაში მეტი არაფერს გაკეთება შეუძლია. ამიტომ მე გთავაზობთ, რომ ისაც საშუალება გაქვთ, აანთეთ სამთელი, გადაიწერეთ პირჯვარი და გულში მტკიცე დამოუკეთოთ ის სურვილი, ის მიდრეკილება, ის ერთადერთი გზახსნისა, რასაც მართლმადიდებლობის მიმართულებით სიარული ქვია. ისე როგორც ეს ჩვენი პატარა ანგელოზი, ჩვენი გადაცემების დასასრულს ასეთი სიჯიუტით, ასეთი მონდომებით, ასეთი სიმტკიცით იემართება ეკლესიის ღმერთისკენ, ჭეშმარიტებისკენ, სიკეთისკენ, სიყვარულისკენ და ანთებული სანთლებისკენ. აი ასე ამ სიჯიუტით და ამ მონდომებით და ვიაროთ იმ მიმართულებით, რომელსაც მართლმადიდებლობა ქვია და რომელსაც სუბსტანციური მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის, ქართველებისთვის, იმიტომ რომ ჩვენი ისტორიის უდიდესი ნაწილი, თითქმის 2000 წლოვანი ნაწილი, სწორედ ამ მიმართულებით სიარული იყო. აი თითქმის ყველაფერი ის, რაც დღეს მინდოდა მეთქვა და რაც ასე თუ ისე შევძელი, მოვახერხე, ამით დავასრულებ ჩემს საუბარს და დაგემშვიდობებით მომავალ პარასკევამდე დათქმულ დროს საღამოს 7 საათზე ჩვენ ისევ შევხვდებით ერთმანეთს გადაცემაში სპეციალური გამოშვება. ნახვამდის.